სტუდია ნომერ 8-დან მოგესალმებით ბატონი ოთარ ჭიტანავა და მე ირმა ცხორაგაული. საღამოშტობის ბატონო ოთარ. მოგესალმებით ყველას. ბატონო ოთარ, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით უნდა დავიწყოთ. ეუთომ ჰააგის რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია საქართველოში არჩევნების კეთილსინდისერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ. მოკლედ ამ დოკუმენტში შეშფოთება გამოთქმული 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და დოკუმენტში პირდაპირ მითითებულია მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც თქვა დაფიქსირდა ამ საპარლამენტო არჩევნებზე. თურმე საქართველოს ოცნებას რომ კითხოთ, არანაირი ძირეული დარღვევა არ ყოფილა, ყველაფერი იყო დემოკრატიულად, იდეალურად და ამიტომ ის რომ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებას ეძახიან, იმიტომ რომ გაყალბებული არჩევნები, ამის გამო ხალხს სჯიან. მოკლედ ქართულმა ოცნების დელეგაციამ საპარლამენტო საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობით იყო დელეგაცია ჩასული და პროტესტის ნიშნად კენჭისყრის მომენტს დატოვა უკვე დარბაზი. ეხლა ბატონმა პაპუაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით. აქ თავარი ის არის, რომ ამ რეზოლუციის შემოქმედი კვლავ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, ცნობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ასეთი მკაცრი დამოკიდებულებით კონგრესმენი. ბატონი პაპუაშვილის ცოტა ვრცელი ის არის განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით და იგი ამბობს, რომ იმ რეზოლუციით, რომელშიც ჯო უილსონმა კვლავ დაგვანახა თავისი სახე და თავისი თავი შეგვახსენა საქართველოსთან მიმართებით, ვნახეთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გააყალბა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა. მოკლედ დოკუმენტს გაყალბებული უწოდა. პირველი ეს. ფაქტების ნაცვლად გვაქვს მანიპულაციები, არის საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ნარატივების შეთხზვის მცდელობები. მე არ მესმის საქართველოს წინააღმდეგ, რატომ თუ კი საქართველოს საკეთილდღეოდ იქნება ეს რეზოლუცია მიღებული და დემოკრატიულ არჩევნებზე იქნება საუბარი, პაპუაშვილი რატომ საუბრობს საქართველოს სახელით? ეს მეორე. ასე რომ ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, პირდაპირ ანტიქართული უწოდა, რომელიც დღეს იქნა დამტკიცებული იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ. საინტერესოა თუ გვეტყვიან რა პოლიტიკური ინტერესები აქვთ, არის სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის. ანუ იმდენად სამარცხვინოა, რომ სკანდალი არის, რომ ამ საპარლამენტო ასამბლეისთვის ეს რეზოლუციაა. ეს ერთი და იგივე ხალხია, ერთი და იგივე სახეები, იქნება ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, პირველი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს ორი. თუ სხვა ეუთო, თუ სხვა მსგავსი ფორმატები. ერთი და იგივე სახელები, გვარები, სახეები ტრიალებენ. ერთ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ესხმიან თავს საქართველოს, ანტიქართულ დოკუმენტს გზავენ, მეორე კვირას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, მესამე კვირას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში. ერთი და იგივე ადამიანები არიან, რომლებიც მოჩენილნი არიან საქართველოზე, რათა რამენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. მათი ქცევა არის დასტური, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მე-19 საუკუნის წესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად მთელს ქვეყანას სხვადასხვა ინსტრუმენტებით თავს დაესხნენ, განაცხადა პაპუაშვილმა. ეხლა მე გზადაგზა ვამახვილებდი ყურადღებას, რაზედაც მინდოდა გავგვემახვილებინა ყურადღება, მაგრამ ჩემი კითხვა იცით რაში იქნება, რაში მდგომარეობს, რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს ერთი და იგივე ხალხია, ერთი და იგივე სახეები, იქნება ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო თუ მსგავსი ფორმატებიო. ერთი და იგივე სახელები, ერთი და იგივე გვარებიო. ეხლა ბატონი პაპუაშვილი ისეთ ფორმატებზე და ისეთ ინსტიტუტებზე საუბრობს, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტები არსებობს ღა საგარეო ურთიერთობებში. ანუ თავისივე პირით ბატონმა პაპუაშვილმა დღეს აღიარა ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტებში, ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობებში ჩვენ ვართ ჩაჭრილები. ჩვენ არანაირი პერსპექტივა მათთან ურთიერთობის არ აქვს, თუ კი ასე გაგრძელდება. აი როგორ ფიქრობთ, ასეთი გადმოსახედიდან ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი ასე მარტივად რომ საუბრობს, რომ ერთი და იგივე სახეებიო და აი ეს ფორმატებიო და თითზე
ვებზე რო აქვს ჩამოთვლილი, არაფრად რომ მიაჩნია. მართლა ასეა ბატონო, ეს ის ფორმატებია და ეს ის ინსტიტუტებია, რომელსაც ძირეული ცვლილებები და ფუნდამენტური ცვლილებები არ შეუძლია გამოიწვიონ ქვეყანაში. მივესალმები ჩვენ ტელემაყურებლებს და რადიომსმენელებს, მართლა ძალიან რთული ვითარება აქვს ჩვენ ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს ბოლო რეზოლუციაც ამის ნათელი დადასტურება გასულ კვირას ასევე გარდა იმისა, რომ ევროპაში ღებულობენ ასეთ რეზოლუციებს, ასევე არის მიღებული გაეროს რეზოლუცია, გაეროს ადამიანის უფლების კომისარის დასკვნა, სადაც პრაქტიკულად იგივენაირი შეფასებაა გაკეთებული, როგორც ეს ეუთოს საპარლამენტო მისიამ გააკეთა უფრო ადრე ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეამ, ნატოსი. მანამდე კიდევ ამერიკის კონგრესმა და სენატში გადაიგზავნა დოკუმენტი. მართალია ჩვენი დელეგაცია იქ ეცადა, რომ ცუდი რამ არ დაწერილი იყო ჩვენი ხელისუფლების მისამართით, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და უფრო კაი ვარიანტი იპოვეს ბჭყალებში ის რომ დატოვეს სხდომათა დარბაზი. გამოსავალია. ეს რა გამოსავალია ნამდვილად არ მესმის, იმიტომ რომ ყოველდღიურად უფრო მძიმდება საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვენი მდგომარეობა და აქ რა ვიცი არაფრის გადახედვა ამ ხელისუფლებას არ უნდა და იქ ყველგან ერთი და იგივე შინაარსის ტექსტია პრაქტიკულად რომ ჩვენთან ირღვევა ადამიანის უფლებები და ირღვევა მართლა რა ვქნათ ჩვენთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის არჩევნები რომელიც ჩატარდა და ეს ხელისუფლება გვიმტკიცებდა რომ ძალიან კარგად ჩატარდაო და იყო გვახსოვს შარშანწინ როცა ჩატარდა არჩევნები ეუთო ოდირის დასკვნა უბრალოდ ჩვენ წავიკითხეთ თურმე არასწორად იქ არასწორად იყო გაგებული არასწორად იყო ნათარგმნი და დღეს გაირკვა რომ თურმე ყველაფერი სწორადაა ისე როგორც ქართველი ხალხი ფიქრობდა და თურმე მართლა დიდი დარღვევების ფონზე ჩატარდა ეს არჩევნები და აქ უკვე დგას ძალიან მწვავედ საკითხი ისევ ხელისუფლების წევრების, ასევე ივანიშვილის დასანქცირებაზე, ნათესავების, სახელმწიფო აპარატის, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, პარლამენტის წევრების, ასევე მოსამართლეების, პროკურატურის მაღალჩინოსნების და ნუ რა ვიცი სია, ბევრი მათგანია არის დასანქცირებული დღესაც და ეს სანქციების პაკეტი შეიძლება უფრო გაფართოვდეს და ამით რა თქმა უნდა ჩვენ ვერანაირ სიკეთეს ვერ მივიღებთ მთელი ქვეყანა, ხო? თუმცა ქართული ოცნება გვიხატავს ისე რომ ეს არაფერია და თითიდან გამოწვეულია და მატყუარებს ეძახიან და ვითომ აი როგორ წარმოუდგენია ქართული ოცნება საერთოდ არსებობა ცივილიზებული სამყაროს გარეშე. ძალიან რთულია მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის ჩვენ არა ვართ არც ლუქსემბურგი და ბურგი და არც ანდორა რომელსაც მეზობლები იცავენ ამ პატარა ქვეყნებს. ჩვენ ისეთ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ვიმყოფებით, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მსოფლიოს თანამეგობრობის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა ჩვენ არ გვექნება და არ გვაქვს, ხო დღეს. დღეს საქართველოს სამწუხაროდ არის ყველასგან მიტოვებული და ყველასგან მოტყუებული და ნუ ახლა ჩვენ კიდე რომ ვამატებთ ამით მივდივართ იმ ნაბიჯზე, რომ ასე ვამწვავებთ ურთიერთობას ევროკავშირთან, იქ მის სხვა სტრუქტურებთან და მთლიანად დასავლეთთან ეს ნამდვილად კარგი არაფრის მომტანი არ არის ჩვენი სამშობლოსთვის. ბატონო, თქვენ ახსენეთ ახლა აქ ძირითადად სხვადასხვა მიმართულებებზეა აქცენტი გაკეთებული სწორედ ამ რეზოლუციაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ახლა პირველი ჩვენ ეს არჩევნები ვახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც არჩევნები, რომელიც პირველ რიგში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს ქვეყანაში და მეორეც რა თქმა უნდა მომავალს. ეხლა აი როგორ ფიქრობთ, კი, გვეუბნებიან რომ ეს არჩევნებში ძალიან დიდი ხარვეზები იყო და გამოძიებული იქნას ყველა ფაქტი, ყველა ის დარღვევა, რომელიც თქვათ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მოხდა და არა მხოლოდ ამ არჩევნებზე საუბარია 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც. როგორ ფიქრობთ აი ახლა რომ აიძულონ ქართული ოცნება, მიიყვანონ იქამდე გნებავთ ამ სანქციებით, გნებავთ ამ
რაღაცა ბორკილებით, როგორც იქნება, რომ შეამჭიდროვონ, მიიყვანონ კუთხებში დააყენონ. თუ კი ვთქვათ, ისეთი არჩევნები კი არა, როგორც სტარდება უკვე მრავალი წელია და აქ მრავალი არჩევნები გაყალბდა, ხო? და ასე ინარჩუნებს ქართული ოცნება ხელისუფლებას. როგორ ფიქრობთ, აი ახალი დემოკრატიული არჩევნები რომ ჩატარდეს, გნებავთ მე გულისხმობ იგივე ის ხმები რო არ დაიკარგოს უცხოეთში. გნებავთ ის რომ კომისიის წევრები ძირითადად მთელი კომისია ქართული ოცნების არის და იქ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებს ვეღარ ხედავ და თუ დამკვირვებლები არიან ისინი ფაქტიურად სრულიად უუფლებონი არიან, ხო და უფლება ვისაც აქვს კომისიის წევრს ისინი ყველა ქართული ოცნების არის. აი როგორ ფიქრობთ, თუ კი ვთქვათ სახელისუფლებო მანქანა არ ჩაერთო ამ არჩევნებში, ანუ თუ ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, დემოკრატიული კოდექსით, საარჩევნო კოდექსით. რა პერსპექტივა აქვს ქართულ ოცნებას? იგი კვლავ უმრავლესობით მოვა. მზად არის ქართული ოცნება ამ არჩევნებისთვის? უმრავლესობით მოვლაზე ძალიან რთულია საუბარი, მაშინ როცა რეალურად ჩატარდება გამჭვირვალე და მიუკერძოვებელი არჩევნები, მაგრამ რა ხდება კომისიაში ვიცით, ხო? 18 წევრიდან 16 თუ 15 წევრი ყავს. ხო, ფაქტიურად თლიანად ამ ქართული ოცნების და ის 2-3 წევრიც ისიც ქართული ოცნების სატელიტები არიან. ჩვენ ძალიან უსამართლოდ მოგვიქცენ, უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენი კომისიის შექმნილი პარტიები წევრები ჩამოგვართვეს, ვინც იქ რეალურად წინააღმდეგობას უწევდა, როცა დაინახავდა ამ უსამართლობას, ყველგან დაუკარგეთ პრაქტიკულად კომისიის წევრები და მე-5 წელია ჩვენ პრაქტიკულად ვიბძვით იმისთვის, რომ ჩვენ სასამართლო დუმს პასუხსაც არ გვაძლევენ, უკვე წლები გადის. რამდენმა არჩევნებმა გაიარა ამასობაში, სანამ სასამართლო ფიქრობს, გვეკუთვნის თუ არ გვეკუთვნის. სამწუხაროდ ესეა და პასუხი ვერ მივიღეთ. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ჩვენ აღმოჩნდით. შემდეგ ის კომისიის წევრები, ვინც არიან იქ იმაში, რა ქვია, სასამართლოში ბათუმში, ისინი დააწინაურეს, ზოგისად გადაიყვანეს, ზოგისად ვიფიქრეთ, რომ ახალი წევრები რაღაც ყურადღებას გამოიჩენენ ჩვენი სარჩელის მიმართ და რაღაც პასუხს მივიღებდით, მაგრამ ესე არ მოხდა. და ეხლა ამ ხალხთან, რა ვიცი, ამ კომისიის შემადგენლობაში რა სამართლიან არჩევნებზე უნდა იყოს საუბარი. ქართული ოცნება სავარაუდოდ გაიმარჯვებს გავა პირველ адგილზე, მაგრამ ის არ მიიღებს 90 მანდატს, როგორც ეხლა უმრავლესობაში ვერ შეიძლება პირველ адგილზე სავარაუდოდ შეიძლება გავიდეს. საკონსტიტუციო ზარია და კი ბატონო, ზარია, მოგესალმებით საღამო მშვიდობის. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ისაუბრეთ. გაითიშა. ბატონოთა, მეორე თემა, რომელსაც მინდა აუცილებლად შევეხო სწორედ ამ რეზოლუციიდან გამომდინარე და არა მხოლოდ ამის, თქვენ ყველა რეზოლუცია ჩამოთვალეთ ფაქტიურად ამ ბოლო დღეებში და ბოლო თვეებში მიღებული, თვეების განმავლობაში მიღებული. ერთი მეორეს მიყოლებით ყველგან მითითებულია და საუბარია უკანონო პატიმრებზე. მოკლედ, მოდით ავიღოთ ახლა ციხის სტატისტიკა. და ქართულმა ოცნებამ მმართველობის მე-14 წელს მსჯავრდებულთა რაოდენობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 2025 წელს გასამართლებულთა ოდენობამ 2025 წელს 22767-ს მიაღწია. მათ შორის არიან ის პირებიც, რომლებსაც სასამართლომ გამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და შიდა პატიმრობა ანგირაო შეუფარდა. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით საპატიმროებში 11669 პირი იმყოფებოდა, მაგრამ საქმე იცით რაშია? ზარს რა უყოთ შემოვიდა და დავასრულებ კითხვას და შემოვიყვანთ აუცილებლად. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში პატიმართა ოდენობა 40%-ით არის უკვე მომატებული წინა წელთან შედარებით. კვლავ გაითიშა, როგორც ჩანს, რაღაცა ხარვეზია. წინა წელთან შედარებით აღნიშნულ პერიოდთან მიმართებაში. როგორ ფიქრობთ, ბატონო ოთარ, ციხეები გადატენილია? იქ უკვე არ ვიცი 30%-ით, ზოგან 37%-ით, ზოგან 52%-ითაც კი უფრო მეტია ციხეში, ვიდრე ვთქვათ გათვალისწინებულია საპატიმროში პატიმრების ოდენობა. რატომ აპატიმრებენ ამდენ ადამიანს? რას გვეუბნება ამით ქართული ოცნება? რას ცდილობს? სამწუხაროდ რეგიონში ჩვენ აი პატიმრების რაოდენობით ვართ სამწუხაროდ პირველ ადგილზე.
სომხეთს ყავს 10,000-მდე პატიმარი, აზერბაიჯანში სადაც 14,000-ზე ოდნავ მეტი, სადაც 15,000-მდე და ჩვენ 22,000 მართალია ხა ეს შედარება არ არის იმასთან რაც იყო სააკაშვილის დროს, როდესაც საპატიმრო დაწესებულებებში 48,000 მშავდებული იხდიდა სასჯელს და რა დღეში იყვნენ მაშინ საქართველოს ციხეებში, როდესაც ერთ 5 კაციან საკანში 25 კაცი იხდიდა სასჯელს, ნუ ის პირობები არ არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მართლაც ეს ციფრები არის საგანგაშო და ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ისეთი რომელიც თუნდაც ეს პოლიტიკური ნიშნით რომ იხდიან სასჯელს, ბევრი გამოვიდა ეხა, მაგრამ 100-ზე მეტი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანია დღეს ქვეყანაში და ბევრი ისეთი პატიმარი ყავს ქვეყანაში, რომელსაც შეიძლება გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, გირაოთი იქნას გამოშვებული, ან ხელზე რას უკეთებენ რაღაც რა ქვია სამაჯურს და შიდა პატიმრობა, აი ეს მონაცემები არის მკვეთრად შემცირებული და ზარია შემოუშვათ და პირდაპირ ეთერში ბრძანდებით საღამო მშვიდობის. მოგესალმებით. ხალბატონო მოგესალმებით. ორი სიტყვით არჩევნებზე და ჩემი აზრი, იმიტომ რომ ფინანსური სამოქალაქო ომის თუმცა ამათი სინსინა არ დაჩვენა, ქვეყანა დაზარალდება და მე ქვეყანა აცავად მიწვი ამ ნადირალებს და ამაჩევნებს საარჩევნო კოდექსი ხლა ერთ უგანში ვიყავ სამჯერ ვიყავ ოქში კომისიის წევრი. მეტნაკლებად გარკვეულია ამ საქმეში. საარჩევნო კოდექსი დასახელებულია დასახელია უამრავი სისულელები წერიაში და მე ჩემთვის ცნობილია რომ ყველა რაიონში ყავს აქტივისტები და ერთელი დღეს სანამ არჩევნები დაიწყება მანამ რომ მოვამზადოთ პატარა კონსულტაციები ჩავატაროთ თუ რა კუთხით ვიმუშაოთ ჩვენს თანამდებობებს ახლა მის პატრიოტთა ალიანსზე არა მარტო პატრიოტთა ალიანსი, მეორე არის კიდევ პარტიების შემავალი პატრიოტთა ალიანსი, რომლებიც არანაკლებად განიცდიან ამ უსამართლობას და არანაკლების სიკეთის ნაკეთებები არიან ქვეყნისათვის. ეს საკითხი მე მიმაჩნია აუცილებლად კომისიაში ესე იგი გაიმარებდა ხოლმე მე როგორც პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი მე ვაიწყებდი ხლა ოპერატიულად ვერ განშრომელი ვარ. და უნდა დამწერებდნენ მიცემდნენ ორჟაურის და სიხარულისგან აღარ იცოდა რა ეკნა. უთხარი შეუბედური ერთგული რომ დაგეყოფა. რასაკეთებს თუ აზროვნებს თუ აცნობიერებს შესაძლებლად რასაკეთებს უნდა რაღაც. ამიტომ კომისიის წევრები ჩამოგვარდეს უსამართლოდ როგორც მე ვიცი არაერთი საქმე არ იქნა გზავნილი შესაბამის სტრუქტურებში და იქით რა ბაზრობი მომდის ესავათ ისავათ ევროპავა არ იქნება თელი დემოკრატია ხუბადა და რაღაცა ხონა რაღაცა ცოტა ისეთი მოიმოქმედო რომ ამათ საქმელი არაფერი აღარ ხონდეს და თქვენ იმათმა თავიანთი საქმელი გასაგებია. გეთანხმებით ამაზე ვისაუბრეთ ახლა სწორედ და ჩვენ ვაგზელებთ ბრძოლას ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა პასუხი და ჩვენ გვაქვს ამის უფლება მოვითხოვოთ პასუხი და გავიგოთ რაშია საქმე. იმიტომ რომ მართლაც რა ნიშნულობა ან რა აზრი აქვს ისევ ასე შევიდეთ ბრძოლაში, როცა ვიცით რომ იქ კომისიაში შემდეგ ძალიან ისეთ манипуляციებს ჩაატარებენ, რომ ეს მართლაც არც ერთი პარტიისთვის არ იქნება მისაღები და ისევ ის შედეგები დადგება, როგორც იყო 2024-ში საპარლამენტო არჩევნებზე და რა ვიცი, ამისთვის მართლაც საბრძოლველი აქვს არა მხოლოდ ჩვენ პარტიას, არამედ ყველას რომ მივახციოთ მართლაც სამართლიან რაღაც გამჭვირვალე გარემოს ისეთ კომისიას, სადაც იქნებიან მართლაც მიუკერძოებელი კომისიის წევრები და არა ისეთები, როგორც ვიხილეთ და ბოლოს ნახეთ, ხო, ერთ-ერთმა
ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მელანი შეასხა კომისიის თავმჯდომარედ. ესეთი უბედურება, ესეთი სამარცხვინო ფაქტები რო არ განმეორდეს მომავალში, ამისთვის მართლაც ძალიან სერიოზულად არის სამუშაო ამ მიმართულებით. ეს კარგს არაფერს არ მოუტანს ისევ და ისევ ჩვენ ქვეყანას. და ამის შედეგები უკვე ვნახეთ და ვიმკით პრაქტიკულად ყოველდღიურად. აი ამ რეზოლუციების სახით, რომელსაც ღებულობენ საერთაშორისო სტრუქტურები საქართველოსთან მიმართებაში. ბატონი კობახიძე 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას განმარტავს, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მან გააკეთა, რომ გადადებულიაო ეს, გაყინულიაო ეს ურთიერთობები 2028 წლამდეო დაკონსერვებულიაო. მან ასეთი რამ თქვა, რომ ღირსების გარეშე არც ერთ საერთაშორისო ალიანსში წევრობას არ აქვს ფასი. ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა უზრუნველყოს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. აი ახლა ჩვენ დღევანდელ რეზოლუციაზე ვსაუბრობთ, აი დღევანდელი რეზოლუციაც რომ ავიღოთ. იქ რა არის ანტიქართული და ანტიეროვნული? რას თხოვს ასეც ევროპა საქართველოს, რომ მათთვის ეს არის ანტიეროვნული და მიუღებელი. ეხლა ქართულ ოცნებას რომ მკითხო, მათი გადმოსახედიდან ჩვენ ევროპა გთხოვსო იმასო, რომ ქალი კაცი იყოსო, კაცი ქალი იყოსო და ერთსქესიანთა ქორწინებო. ეს ხომ მტკნარი სიცრუეა. ამაზე ერთი წუთი, ერთი წამი აღარავინ საუბრობს, გინდაც დაწყებული იქიდან რომ ტრამპმა თქვა, რომ всё ეს ძალიან კონსერვატული ფლანგი დაიკავა და ამის შესახებ აღარავინ საუბრობს. აი სწორედ ტრამპის მოსვლის შემდეგ უამრავი რეზოლუცია იქნა მიღებული და არც ერთში საქართველოსთან მიმართებაში, არც ერთში მათგანში მსგავსი არ არის. კვლავ გვატყუებს ქართული ოცნება, კვლავ გვატყუებს კობახიძე და გვეუბნება, რომ ჩვენ იმიტომ ვართ ასეთ პოზიციაში ევროპასთან, რომ მადლობა თქვით, რომ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ვიცავ და ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კაცი. ეს არის ტყუილი და მტკნარი სიცრუე. აღარავინ ჩვენგან მაგას აღარ ითხოვს. აქ საუბარია იგივე რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, არჩევნებზე, დემოკრატიულ არჩევნებზე. საუბარია იგივე ამ პოლიტპატიმრებზე, როგორც თქვენ თქვით, იგივე სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, იგივე გამოძიებაზე იმ საქმეების, რომელიც ეხება დარბევებს. დიახ და ასე და ასე შემდეგ. აქ აღარ არის ამას საუბარი. რეპრესიულ კანონმდებლობის შეცვლას. კი ბატონო და ქართული ოცნება კიდევ კობახიძის მეთაურობით გვიმტკიცებს იმას, რომ გინდა თუ არაო ჩვენო ამის გამო ვართო გაბუტულებდო და ამის გამო ვიქცევითო. ეს არის ტყუილი ზარია ყვა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ხანმშვიდობის. საღამოშვიდობის. მოგესალმებით. ვაის გავეყარე უშევეყარეო რა. რომელი ევროკავშირზე, რომელიც გაშიშტიაცამი. თქვენ კარგად იცით, მოგეხსენებათ ხინვალთ, რომ ორბანის დროს აჩატარებულა მოიყვანეს მადიარი და ჩაატარეს. ის ზაპარი გონია ვინმეს, ხო? ილუზია. ეს არის ფაქტი, ხო? და ის უშუალოდ ევროკავშირი, სოდომის ინდევარია და ეროვნული სპორტის მომსპობი. ჩვენ თუ კიდევ ევროპისა აგანილოცია. ავიცი. კი ბატონო, ჩვენ გზა დაგვილოცი. მაგა ჩასაგი ჩალა. არავითარი ევროპა და არავითარი გასაგებია. ხო, არავითარი ევროპა, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას, როცა ვხედავთ უკვე როგორ ღია დაპირებს რუსეთი ანექსიას და მიერთებას უკვე ჩვენი ტერიტორიების და ამაში ხა სოფლიოს ხარდაჭერა ჩვენ არ გვინდაო რომ ვთქვათ, რა ვიცი, ხა თუ ასეთი მაგრები ვართ, რომ ეს პროცესი გავაჩეროთ ჩვენ თვითონ, მაშინ მითხარით რა წინადადება გაქვთ და მოვისმენთ და მივიღებთ, რა ვიცი, იქნებ ყოველდღიურად რუსეთის მაღალჩინოსნები, მაგალითად დღეს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი იმყოფება სოხუმში, იმყოფება ასე თათრეთის პრემიერ-მინისტრი, ესე იგი პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე პრაქტიკულად ყოველ კვირას დადის ცხინვალში და სოხუმში, არ ვიცით რას გვიმზადებენ. იმიტომ რომ ქვეყანაში რომელიცაც აქვს ასეთი ღია დაპირისპირება, სამხედრო დაპირისპირება უკრაინასთან, მისი მაღალჩინოსნები არ უნდა იცლიდნენ აქ ჩამოსასვლელად, მაგრამ რაღაცას რო გვიმზადებენ, ეს ხო ფაქტია და ეხლა ჩვენ არ გვინდა ეს საერთაშორისო მხარდაჭერა, ის იშლება,
ის ცუდია, ის ვერაფრით ვერ დაგვეხმარა, ასე თუ ვისაუბრეთ, ნამდვილად ძალიან უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდებით, ვიდრე დღესა ვართ და რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, ხო, მე მგონი. საერთაშორისო პოლიტიკის კანონებს უნდა მივყვეთ. საერთაშორისო პოლიტიკის ეს მარტო ქვეყნის შიგნით კი არ უნდა მაგრამ ჩვენ რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, იმაზე არანაირი რეაგირება არ აქვს. დღეს განას ოფიციალური დელეგაცია არის ჩასული სოხუმში და იქ რაღაც განის მერი მეფედ რო იწოდება, რომელიც არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მისი წარმომადგენლები ჩადიან იქ და რაღაც ქოლგის ქვეშ ატარებენ იმას ხელმოწერის ცერემონიალს და ამაზე არანაირი რეაგირება ჩვენ არ აქვს. და ნუ არ მესმის სამდე უნდა დავხუჭოთ თვალი ის რაც ხდება, იმიტომ რომ გვაქვს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ, სადაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენლები, ოფიციალური პირები უნდა შედიოდნენ თუ შესვლა არის ცხინვალში და სოხუმში საქართველოს დედაქალაქის გავლით და ეს არ ხდება და არც დაგმობა ხდება ამის და არანაირი რეაგირება ჩვენ არ აქვს. საერთოდ ხმას არ იღებს ქართული ოცნება, აი ეს არის სასწაული, რომ ქართული ოცნება საერთოდ ხმას არ იღებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთში, კრემლში უკვე მზადდება განცხადება და უკვე მზადდება საფუძველი საიმისოთ, რომ ცხინვალი ხვალდაზე გახდეს, თქვათ, რუსეთის ტერიტორია. ამაზე ვითომც არაფერი არ ხდება, თვალები აქვს დახუჭული და ეხლა 18 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება და იქ ჭირდებათ რაღაცისთვის ეს, რომ ხედავენ, რომ რუსეთში აგებენ უკვე ომს, არ ვიცი, მთელი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის არის დაბომბილი. ეს რა ქვია იმას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, აგერ ჩემი კლასელები არიან ჩამოსული და ვინც რუსეთში ცხოვრობდა, ნუ იქ რა ვიცი, ბენზინზე მართლაც ასეთი რიგია, მართლაც სასურსათო კრიზისია, ყველანაირი კრიზისი არის დღეს რუსეთში და ეხლა რაღაც უნდათ დაანახონ იმას რა ქვია თავიანთ ამომრჩევლებს, რომ აქ არის ასეთი ტერიტორიები, ნუ კარგი, ის დავკარგეთ ან ვერ ვინარჩუნებთ იქ პოზიციებს უკრაინაში, აგერ რატომაც არა საქართველოს ტერიტორიები. ხო, შევინარჩუნეთ და ვიერთებთ და იქნება ერთ-ერთი სუბიექტი რუსეთის ფედერაციის. ძალიან მკაცრად. და ჩვენ არანაირი რეაგირება არ აქვს. იმიტომ რომ საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენ არ გვაქვს, ვხედავთ სრულ იზოლაციაში ვართ და ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების სამწუხაროდ აი ამ სიჩუმეს, რომელიც მათგან მოდის. რუსეთი ამ ბოლო დროს ძალიან მკაცრად მოითხოვს ჩვენგან, რომ ქართულმა ოცნებამ აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა. უკვე ძალიან მკაცრად ითხოვს, დადგა უკვე დღის წესრიგში ეს საკითხიც. და იქ თუ მიერთეს ეს ტერიტორია, მართლაც მოხდა ეს უბედურება, იქ დაიწყებენ საზღვრის დემარკაციაზე საუბრებს და ძველი რუკით მაგალითად გასული საუკუნის დასაწყისის ეს სადემარკაციო ხაზი სამაჩაბლოსი გადის გორამდე, ესე იგი იმ მაგისტრალსაც გადაგვიკეტავენ და მე ვიქნებით უფრო მაგარ დღეში. ბატონო, ეხლა ჩვენ ვახსენეთ ეს საოკუპაციო ხაზი, რახან ამ მიმართულებით წავედით და ოკუპირებული ტერიტორია. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლები. ჩვენ გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა. საქართველოს ყოველი მერვე სოფელი სრულად დაცარიელებულია. სოფლის მოსახლეობის ოდენობა მინიმუმამდეა დასული 2014-დან 2024 წლებში. ქალაქის მოსახლეობა 15.7%-ით იმატებს. ანუ დაახლოებით 322.800 კაცით არის მომატებული ქალაქის მოსახლეობა. ქვეყნის მოქალაქეების 72.5% ქალაქებში ცხოვრობს. აი, როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკა აქვს ქართულ ოცნებას, რატომ ცარიელდება სოფლები და რატომ რა ხელშეწყობა უნდა იყოს იმ საზღვრისპირა სოფლებისთვის? ეხლა მე კიდევ ერთს ვიტყვი, ვისარგებლებ შემთხვევით პირადად მე, ეხლა დუშელი ვარ, ყველამ კარგად იცის და სწორედ დუშეთის რაიონში არის ასეთი სოფელი ქაისხევი. მინდა გითხრათ, რომ აგერ ამდენი წელია უკვე ქართული ოცნება ხელისუფლებაშია მოსული. მე აღარ საუბრობ იმ წინა ხელისუფლებაზე, არ მაინტერესებს იმას, ვებრძოდი, არ ვარგო და დამარცხდა, დასრულდა, ხო? ეს ხელისუფლება უფრო დიდხანს არის, ის თუ 9 წელი იყო ხელისუფლებაში, ესენი უკვე 14 წელია ხელისუფლებაში არიან, ხო? ლამის ორჯერ მეტი იქნება უკვე 4 წელიწადში. მე მაინტერესებს ერთი რამ, აი ქაისხევში არ არის ეს გზა
საერთოდ არ არის გზა, მოხრეშილიც კი არ არის, გაისხევამდე არ არის წყალი გააკეთეს შარშან თუ შარშან წინ და აი ერთი ამ სოფლის მაგალითზე მინდა ვისაუბროთ სხვა სოფლებზეც. არ არის წყალი გააკეთეს შარშან, მაგრამ იმდენად უხეიროდ გააკეთა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, რომ იქ ზამთარში წყალი ყინავს და საერთოდ მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება, ზაფხულში კიდევ ერთ მოსახლეს თუ რაღაცა წვრილი არაყის გამოსახდელ აპარატიდან რომ მოდის ეს სითხე, აი ესე რომ ჩამოდის ზაფხულში ერთ მეზობელთან, მეორე მეზობელთან საერთოდ არ მოდის და სადღაც ხევიდან უწევთ მოტანა, ხო? არ არის ინტერნეტი, რაც ყველაზე მთავარია, ხო? როგორ გინდა 21 საუკუნეში, მაშინ, როდესაც არის ამ კომპიუტერიზაციის ერა, აი ასე სოფელი შეინარჩუნო, სადაც არაფერი არ ხდება, რომელი ახალგაზრდა გაჩერდება ასეთ სოფელში, მითხარით, აი დუშეთის რაიონის სოფელი ქაისხევი. ინტერნეტი არ არის, მისასვლელი გზა არ არის, წყალი არ არის, ელემენტარული ბანაობა უნდათ ამ ადამიანებს, ახლა წყაროდან მოტანილი და ხევიდან მოტანილი წყლით როგორ უნდა მოხერხდეს ეს? იქ სარწყავია და 1000 სხვა რაღაც არის. აი, როგორ ფიქრობთ, ყოველი მერვე სოფელი რატომ არის საქართველოში დაცარიელებული? რამ გამოიწვია ეს? ჩვენ მას შემდეგ რაც გავხდით დამოუკიდებლობით, სოფელში ცხოვრობდა პრაქტიკულად ქვეყნის მოსახლეობის 48%. ეხლა ეს მაჩვენებელი კვეთრად არის შემცირებული, ეს ხალხი არის ან გასული ქვეყნიდან, ან გადმოსული არიან მსხვილ ქალაქებში და ხედავთ ეს თბილისის მაგალითზეც ჩანს, ბათუმზეც, ქუთაისზეც, რომ სოფლებს ტოვებენ და ასე სწორედ აი ასე დავკარგეთ სამწუხაროდ ბევრი რეგიონი საქართველოში, მაგალითად მაშინ როცა იყო საქართველოში თემურლენგის ლაშქრობები მე-14 საუკუნეში, გაჩნდა სამაჩაბლოში ეს ბევრი цаრიელი სივრცე, სადაც დაიკავეს შემდეგ უცხო ტომელებმა და სანამდე მოვედით აქ 21 საუკუნეში, ვხედავთ ხო, რა შედეგებიც მოყვება იმას, რომ ჩვენი სოფლები цаრიელდება. იმიტომ რომ როგორც იტყვიან, წმინდა ადგილი თავისუფალი არ არსებობს და მართლაც ასეთი ადგილები გვაქვს და ჩვენ იმის ნაცვლად რომ ჩვენი ხალხი დავაკავოთ სოფლებში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ისეთი ნიადაგი, სადაც ძალიან კარგად არის შეიძლება განვითარება როგორც მემცენარეობის, ისევე მეცხოველეობის და ამაში სამწუხაროდ ფულს არ ვდებთ. ვამბობ რომ თქვი კიდევაც რომ შარშან იყო ბიუჯეტის პროფიციტი პრაქტიკულად მილიარდზე მეტი ლარი შემოვიდა ქვეყნის ბიუჯეტში, რომლის ჩატრიალება შეიძლებოდა ქვეყნის ეკონომიკაში და პირველ რიგში სოფლის მეურნეობაში. ეხლა რა ქნას იმ ადამიანმა, რომელსაც მოყავს ან ხორბალი, ან ხილი, ან მეცხოველეობის ფერმა აქვს, რომელსაც ჭირდება სახელმწიფოსგან მხარდაჭერა, მაგრამ ის რასაც ვხედავთ ჩვენ აი ამ ქსელში მარკეტების, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის ყიდიან სასუქებს, იქ შხამქიმიკატებს და ტექნიკას, რა ფასებია ყველაფერ ამას და ამაში სახელმწიფო რო არანაირ წვლილს არღებულობს, ან ყავს თავიანთი ფერმერები, რომელთაც აფინანსებს და იაფსესხებს აძლევს, ამას რეალურად ვხედავთ. მაგალითად, ქვეყანაში არის 800,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა და დამუშავებულია მხოლოდ 300,000, იმიტომ რომ ხალხს არ აქვს იმის საშუალება, რომ საკუთარი მიწა დაამუშავოს და ამიტომ მიდიან მეზობელ ქვეყნებში, იქ ჩაის პლანტაციებზე, თურქეთში მარწყვის საკრეფად გადიან სადღაც ევროპაში. სხვა ქვეყანას ეხმარებიან დოლათის შექმნაში. მე ვახსენებ დუშეთის რაიონი, ხო, დუშეთის რაიონში არის უამრავი საზღვრისპირა სოფლები, პირდაპირ, ხო? აი საოკუპაციო ხაზთან. ფაქტიურად ეს სოფლები სულ დაცლილია. აი ეს რომ გონიერი ხელისუფლება იყოს, სწორედ იმ სოფლებს არ უნდა აცოცხლებდეს და აი იმ ზოლს არ უნდა ამყარებდეს და ამაგრებდეს არანაირი ხელშეწყობა. მე თამამად შემიძლია ვთქვა, არ ვიცი, მე ვერ ვიხსენებ დუშეთის ვერც ერთ მერს, რომელიც ჩასულიყო და საოკუპაციო, გინდაც არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა მე იქ მრავალი წინასაარჩევნო პერიოდები გამივლია, არ მახსოვს რომ ეთქვათ რომ ვინმე ჩამოვიდა და აი აქ ჩვენ შევხვდა და ჩვენი გაჭირვება მოისმინა. კიდევ ერთხელ ვამბობ, გზა არ არის და როდესაც გზა არ არის, ხო, იქ თავისთავადად არ არსებობს მაღაზია, სურსათი უნდათ, მოტანა უნდათ. ეს არის იქ წვიმა მოვა, ატალა ხდება, იქ მიუსვლელია, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ახალგაზრდები, ახლა მე ის ქაისხევი ვახსენე, აი იმ სოფელში იცით რომ თქვენ 4 ბავშვიღაა დარჩენილი. აღარ არის ოჯახები, აიყარა, წამოვიდა, იმიტომ რომ ბათ ბავშვებს უნდა რაღაცა განათლება მისცენ და წინსვლა მისცენ, ხო?
400-მდე სოფელი, სადაც სულ 2-3 ოჯახი ცხოვრობს. წარმოგიდგენიათ? კი ბატონო, ყოველი მერვე სოფელი დაცარიელებულია. 3000 რაღაც 3100 თუ სოფელი და აქედან 400 არის პრაქტიკულად აბსოლუტურად დაცარიელებული. ან არის სტატისტიკა არსებობს, ძალიან ბევრი არის, სადაც 1 ან 2 მოსახლეა დარჩენილი, 3-4 ეს უკვე ბევრია. აი, ასეთი ასობით სოფელი. კი ბატონო. 400-მდე არის. ეხლა თქვენ ახსენეთ აქ სოფლის მეურნეობა, იცით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დიახ, ეს როდესაც სოფლის მეურნეობა, როდესაც სოფელი ძლიერია, ქვეყანა ძლიერია. ჩვენ დაგვეტყო ის, რომ ჩვენ სოფელი ძლიერი აღარ გვაქვს. დაგვეტყო ის, რომ სოფლის მეურნეობა უკვე საქართველოში ფაქტიურად ვეღარ სულდგმულობს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაზე მეტი ჩადო, რამოდენი მე მგონი 2 მილიარდი ლარია ჩადებული სწორედ სოფლის მეურნეობაში მოსვლის დღიდან, ქართული ოცნების მოსვლის დღიდან, ხო? რას ვხედავთ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ კვლავ იმპორტული პროდუქტით არის გაჯერებული ჩვენი ბაზარი. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფელი სულ ზღაფავს. თუ კი ვინმე დარჩა სოფელში და თუ კი ვინმე თავის პროდუქტს აწარმოებს, მას გასასაღებელი ბაზარი არ აქვს. ყველაზე მთავარი, ხალხი იღებს ამ ვალებს, ამ საბანკო ვალებს, ამუშავებს ამ ვალებით კიდევ, როგორც თქვენ ახსენეთ, ის ჰერბიციდები, ის პესტიციდები, შხამქიმიკატები, ის ტექნიკა ყველაფერი იმდენად ძლიერია, რომ იძულებულია, რომ აიღოს სესხი, აიღებს ეს ხელისუფლება, აი წელს ეთქვის გინდათ იმ ყურძნის მოსავალს, რომ ჩავიბარებ ლარად, სეზონზე აღმოჩნდება, რომ უნდა ჩაიბაროს 10, 15 და 20 თეთრად. იგივე ხორბალზე, ხორბალს არ იბარებს, იმიტომ რომ მონოპოლიზირებულია მთელი დარგი, სამწუხარო, მთელი ეკონომიკა, მაგრამ აქ სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით. ხორბალს რატო უნდა შემოქონდეს, მაინტერესებს რუსეთიდან, ან კიდე რომელიღაც მეზობელი ქვეყნიდან, ან ყაზახეთიდან, რატო უნდა შემოქონდეს. აი, აგერ ნახეთ სტატისტიკა მაქვს პირდაპირ, ბატონო. იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს დარგი არის მონოპოლიზებული, ამას ყავს თავისი მეთაური, აზერბაიჯანელი ეს კაცი ეროვნებით, არ იბარებს ქართულ ხორბალს, ან ჩვენ ფერმერებს ეუბნება, რომ ჩავიბარებ 30 თეთრად. წარმოიდგინეთ, ხო 30 თეთრად რა ის დაფარავს იმ ხარჯებს, რომელსაც ის გლეხი აწარმოებს ხორბალს და ლარზე ნაკლებად არ უნდა იბარებდეს. ამიტომ ყველა წისქვილ კომბინატი მუშაობს იმპორტირებულ ხორბალზე. სამწუხაროდ საქართველოში ესეა, შიდა წარმოების პროდუქტი სოფლის მეურნეობის წილი რამდენია ეხლა? ფაქტიურად არ ვიცი რაზეა დასული, ნახეთ. იმის გამო, რომ აი ესეთი რაღაცები ხდება დარგში, იმის გამო იძულებულია ჩვენი გლეხი, რომ შეამციროს ფართები ან რაღაც სხვა კულტურები მოიყვანოს. ეს არის არა მარტო ხორბალს ეხება, ეს ეხება ასევე რა თქვი მეღვინეობის სფეროს, სადაც ყურძენს არ იბარებენ იმ ფასად, რომელიც არის მისაღები ყველასთვის და ძალიან ბევრი ამ ასეთი ხარვეზები არის დარგში და არ ვიცი საით იყურება ეს ანტიმონოპოლიური სამსახური, რატო არ აქცევს ამას ყურადღებას, ისე თვის ბოლოს კარგად იღებენ ყველანი ხელფასს და 100-ზე მეტი თანამშრომელი ყავთ მე მგონი. ნახეთ, აი სოფლის მეურნეობის წილი, ეხლა მე ვიპოვე აქ, სოფლის მეურნეობის წილი შიდა პროდუქტის წარმოებაში, ეხლა, აი დღეს მდგომარეობით 5.9%-ია, მეტი არა, სოფლის მეურნეობის წილი. იმ დარგის, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის დროს წამყვანი უნდა იყოს, ხო? აი მომენტში. 2012 წელს იყო 10.3%. ანუ, ჩვენ რო გვეგონა, რომ მიშას, გვეგონა კი არა, ასე იყო, რომ სოფლის მეურნეობა მიწასთან გაასწორა, მიუხედავად ამისა, რომ 2012 წელს 10.3% იყო, ამის შემდეგ ქართული ოცნება მე შეცდომაში შევიყვანე ჩვენი მსმენელი 2 მილიარდი კი არა, 10 მილიარდია ჩადებული, შიდა პროდუქტის წარმოებაში სოფლის მეურნეობის წილი 5.9%, ანუ ფაქტიურად განახევრებულია. ეხლა ნახეთ, საქართველოში ხორბლის 73% რუსეთიდან შემოდის, რაზედაც ვესაუბრობდით, ღორის ხორცის 48% და ფრინველის 70% იმპორტირებულია. ანუ ძირითად პროდუქტებზე ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებული. და ყველაზე მთავარი კიდევ ვიცით რა არის, აი რამდენად სუფთა პროდუქტი შემოდის, რამდენად საკვები პროდუქტი შემოდის. ჩვენ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და დადგენილება, რომ ბრაზილიური ხორცი იქნება ის ფრინველი თუ იქნება ის საქონელის თუ იქნება სხულფეხარქოსანი პირუტყვი თუ ღორი იქნება, აბსოლუტურად ვერც ერთი გრამი ბრაზილიური ხორცი ვერ შევა. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქართული ბაზარი
გაჯერებულია გაჯერებულია უამრავი არის შემოსული ეს ბრაზილიური ხორცი. ალბათ იმას გულისხმობდა, რომ ეს ბრაზილიური გაყინული ხორცი სადღაც ღირს 10 ლარი თურმე. ალბათ ამას გულისხმობდა, კი. ამას გულისხმობდა იმისი თავის არის თავმჯდომარე. წილოსანმა რომ მართალია, იმასაც ვერ მივაგენით, მაგრამ ესე ღირსო ეს ბრაზილიური კი ბატონო და მიირთვითო ეს ბრაზილიური საწამლავიო. წილოსანმა რო უთხრა გახსოვთ იმ კომისია რომ იყო ამ ფასებთან დაკავშირებით შექმნილი და იქ ერთ-ერთ არ ვიცი, მაღალი დიდი მარკეტის წარმომადგენელს რომ ის მაინც გააკეთეთო რომ აი პროდუქციო ვადა რომ გაზდისო, ისო უპოვარებს დაურიგეთო, ანუ ვადა გასული ძველიო დაურიგეთო იმ ხალხსო. აი ეს გვითხრა ჩვენ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქალბატონმა რომ თქვენ ის ხალხი ხართო რომელმაც ვადა გადასული. კომიტეტის თავმჯდომარეა ასევე. ბატონო აგრარული კომიტეტის კი ბატონო ანუ თქვენო მიირთვითო ეგო და ჩვენო მივირთმევთო იმ კარგსო და ძვირფასო და აი ახლა მე მაინტერესებს რამდენი პარლამენტარის ოჯახში იღებენ იმ გაყინულ ბრაზილიურ ხორცს და თავის შულებს საკვებად რამდენი იყენებს ხო ეს ხო გამორიცხულია და არარსებულია ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ თუ კი ვთქვათ რაც ხდებოდა მიშას დროს რომ იგივე ის სოფლის მეურნეობა იგივე ის დაცარიელებული სოფლები იგივე აგერ მერიაში, გორის მერიაში დაიწყეს პარტიული ნიშნით ხალხის გამოყრა რამდენი სამსახური ჩვენ ვიცით რომ კულტურის სფეროდან გამოიყარა ხალხი უამრავი თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს პარტიული ნიშნით რიხითი განსხვავდებიან ამისგან კაცო ციხეებზე ვისაუბრეთ აგერ და სავსეა არჩევნები არის და არადემოკრატიულია და ყალბდება აგერ ფასებზე ვსაუბრობთ და რა დღეში ვართ აგერ ვსაუბრობთ ისევ ჩვენ ემიგრანტებზე რომლებიც გარბიან და გარბიან ქვეყნიდან ხო აგერ ვსაუბრობთ უვარგის პროდუქტზე რომელიც ესეთი ფასმომატებულია ვსაუბრობთ იგივე პოლიტიკური ნიშნით ხალხის გათავისუფლებებზე ვსაუბრობთ იმაზე რომ საპატიმროებში გაუსაძლისი მდგომარეობა აქვს უკვე ხარს და რიხითი განსხვავდებიან მიშასგან ეს ვერ გამიგია რითი არიან უკეთესები ვინმე ერთი შემოვიდეს ეთერში და ამიხსნას რითი არიან უკეთესები რაც მიშას დროს მიწებს კარგავდით დავკარგეთ ის დავით გარეჯი ამათ ხელში რაც ყველაზე მთავარია და არ ფიქრობენ რომ რამენაირად ის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები რამენაირად დავიხსნა და მოვატრიალოთ ჩვენსკენ ეს ოსი და აფხაზი ძმები არავინ ამაზე არ ფიქრობს და არავინ ამაზე არ მუშაობს მოკლედ აი ესე დღეში ვარ და კიდევ ერთხელ ვამბობ მე პირადად განსხვავებას ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შორის ვერ ხედავ, ჩემთვის გახდა ქართული ნაციონალური მოძრაობა, ოცნება. აი ეს გახდა ჩემთვის ეს ქართული ოცნება. სამწუხაროდ უნდა ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა ბატონოთა უნდა დავიმშვიდობო ჩვენს ტელემაყურებლებს, კეთილი სურვილებით, ღამენების. კარგად ბრძანდებოდეთ.